წერია, როდესაც მაცხოვარს გარდამოხსნიან და დაასაფლავებენ, მიდიან სინედრიონის წევრები პილატესთან და ეუბნებიან. ეს მათყუ არაო, ქრისტეზე იძახიან. ესეთ რამეს იძახდაო, რომ მეო რომ მოვკვდებიო, მესამე დღესო გავცოცხლდები. ხო და უთხარიო ჯარისკაცებსო, დააყენეთო ჯარისკაცები დამცველათო, იმიტომ რომ შეიძლებაო მოვიდნენ და მისმა მოწაფეებმაო მოიპარონო და თქვანო რომ გაცოცხლდაო და ხალხმა თუ ეს დაიჯერა რომ ესო მკვდარი იყო და გაცოცხლდაო დავიღუპებითო, რადგანაც მეორე საცდური პირველზე დიდი იქნება და დავიღუპებითო. ეხლა რა იყო პირველი საცდური? ანუ რის გამო გააკრეს ქრისტე ჯვარზე? ქრისტე ჯვარზე გააკრეს იმის გამო რომ ის იძახდა მე ვარ განკაცებული ღმერთი. აი ამიტომ გააკრეს ჯვარზე. მაცხოვარი იძახა ეკითხება რა ისათვის მდევნითო, ნახე დღეს რა საკითხავები იკითხებოდა, ხო? იმიტომ კლავთო, იმიტომ მაგრავთო, რომ მონები იყავითო, ეგვიპტელებისო და გამოგიყვანეთ მონობიდანო. იმიტომ მაგრავთო, უდაბნოში რომ მოდიოდითო და მზე რო გაცხუნებდათო, მეო ღრუბელს გიჩდილებდითო, წყალი რო არ ქონდა, ამ ღრუბლიდან წყალს გაძლებდითო, თქვენ კიდეო რო გთხოვეთო, რომ წყალი დამალენეთო, ჯვარზე გაკლოსო, როგორც მონაო, ისე გამაკარეთ ჯვარზეო. მეო მონობიდან გიხსენითო. და რო გთხოვეთო, რომ წყალი დამალევნეო, ღრუბელიო ძმარში დააწვეთ და ის დამალეინეთო. იმიტომ გინდა ჩემი მოკლაო, მე რო თქვენი ავადმყოფები გამკურნეო, თქვენი ბრმებსო თვალები აუხლეო, თქვენ კოჭლებს და მკელობელსო სიარული დავაწყებინეო, ამიტომ გინდათო ჩემი მოკლაო. და სხვა ადგილას ეუბნება იონეს სახარების აისათვის დევნით მეო კეთილი საქმეებისთვისო და პასუხებენ კეთილი საქმეებისთვის კი არ დევნითო ღვთისგმობისათვის დევნითო კაცი ხარ და გიყოფიე შენი თავი ღმერთო. ანუ იესო ქრისტე პირდაპირ იძახდა რომ ის არის ღმერთი. მეცაც გეტყვით. ერთ ადგილას მაცხოვარი პირდაპირ აცხადებს რომ მეო ვიხილი აბრაამი. აბრაამა მიხილა მე და გახარებული იყო ჩემი ხილითო და გარშემო ყოფები ეუბნებიან შენო რებს ლაპარაკობ. აბრაამი საიდან გინახავსო? ჯერ 50 წლისაც არ ახარო. და ჩვენი მამა აბრაამი როგორ გინახავსო? აბრაამი ცხოვრობდა ჯვარცმამდე 2000 წლით ადრე. და ქრისტე ეუბნება ჭეშმარიტად გეუბნები თქვენ. აბრაამის ყოფამდე მე ვარ. კი არ იძახის რომ აბრაამის ყოფამდე მე ვიყავი, ან სანამ აბრაამი იქნებოდა მე ვიყავი. აბრაამის ყოფამდე მე ვარ. და მე ვარ, რომელიც ვარ ნიშნავს იეჰოვას. ამ სიტყვებს ეუბნება მაყლის ბუჩქს, როდესაც ცეცხლი უკიდია და უფალი ელაპარაკება იქიდან ალმოდებული ცეცხლის ბუჩქიდან მოსეს და ეკითხება ვინ ახარ შენ, რა არის შენი სახელიო? მე ვარ, რომელი ვარ. აი ეს არის იეჰოვა, ამას ნიშნავს, ანუ მყოფი თვითარსი. ანუ ქრისტე იგივე სიტყვებს იმეორებს. იეჰოვას მოწმეები რო იძახიან, ალბათ რა ქვია მამა ღმერთსო მითხარითო და იეჰოვა მამა ღმერთის სახელი კი არ არის. იეჰოვა არის სამების სახელი, ღმერთის სახელი, ანუ სამების, მამის, ძის და სულიწმინდის და ამ სიტყვას რომ მამა არ იძახის და ქრისტე იძახის პირდაპირ ჩანს აქედან. ჯერ ერთი პირდაპირ წერია რომ მამა არავის არასოდეს არ უნახია და ის ვინც ეს სიტყვები უთხრა მოსემ ნახა. ანუ ეს მამა არ იყო. მაშინ ვინ იყო? ელაპარაკება ღმერთი ამ დროს. რითი ელაპარაკება? სიტყვით, სიტყვა ვინ არის? იესო ქრისტე. ანუ მოსეს მაყლის ბუჩქს რო ცეცხლი ეკიდა, გამოეცხადა არა მამა, არამედ ზე, სიტყვა. და იგივე სიტყვა ნახეთ რას ეუბნება ებრაელებს. აბრაამის ყოფამდე მე ვარო. ეს რო თქვაო, ქვებსო დასტაცეს ხელი და უნდა ჩაქოლონო. და აი მაშინ ეუბნება რა ისათვის დევნით მე კეთილი საქმეებისთვისო? და კეთილი საქმეებისთვის კი არ გდევნითო, ღვთისგმობისათვის გდევნითო, კაცი ხარ და შენი თავი ღმერთად იძახე რომ ღმერთი ვარ. აი ამიტომ გააკრეს ქრისტე ჯვარზე. და ქრისტე მართლა ღმერთი იყო განკაცებული. და ამ პირველ ქმედებას, ქრისტეს ღმერთად გამოცხადებას თუ დიდი საცდური ერქვა, მეორე იმაზე უარესი ყოფილა. ანუ ეხლა თუ ეს მოხდაო, რომ ხალხმა იფიქრა, რომ ესო გაცოცხლდაო, დამთავრებულია ჩვენი საქმე. და ამიტომაც მიდიან და ეუბნებიან, ანუ ქრისტეს აღდგომა მისი მტრებისთვის არის სიკვდილის განადგურების ტოლფასი. ქრისტეს აღდგომით ყველაფერი ინგრევა. სად არის სიკვდილო შენი საწერტელიო, სად არის ჯოჯოხეთო შენი ძლიერებაო, ქრისტე აღდგა და ჯოჯოხეთი შემუსრა და დაილეცა ჯოჯოხეთი და ესეთ სიტყვები იკითხება აღდგომას. ანუ ქრისტეს აღდგომა არის დამთავრება ყველაფრის, ეშმაკის ბატონობის. ქრისტეს აღდგომით 60 გაიღო, 60-ში შესვლის საშუალება მიეცა ადამიანს. ანუ ეშმაკის ტყვეობისაგან განთავისუფლდა კაცი. ამიტომაც ეუბნებიან.
და ყველაზე მთავარი ნახეთ რო ვიძახით რომ დღეს 1 აპრილი მოტყუება ადვილია. ეს მოდის ქრისტეს წრების მოგონილია. ქრისტეს აღდგომა მოხდა 14 ნისანს, ანუ 1 აპრილს. და ამიტომ ვიძახდნენ რომ ესო დღესო 1 აპრილია და მოტყუება ტყუილია ეს. ამიტომ ამის თქმაც კი ტყუილია. ეხლა რა შეეხება იმას რომ მოციქულებმა არ მოიპარეს ეს? ჯერ წარმოიდგინეთ. მოციქულები ისეთი შეშინებულები იყვნენ, რომ ყველა მიატოვა. ჩაკეტილი აქვთ კარები, ჩარაზულები არიან შიშისათვის 2.000 ეშინიან. მას ვერ იღებდნენ. როდესაც ქრისტე შეიპყრეს, მარკოს მოციქული ისეთი შეშინებული იყო, მარკოს სახარებაში წერა და მარტო მარკოსი წერს თავის თავზე რომ ერთი კაცი იყო და რო დაიჭირეს, ტანსაცმელში ხელი რომ მოგიდო, ტანსაცმელი გაიხადა. დატოვა და შიშველი გაიქცა. წარმოიდგინეთ, ტიტველი გაიქცა, ესე შეეშინდა. დაშინებულები არიან, იმიტომ რომ მათი მოძღვარი დაიჭირეს, ნაინახეს რომ მოკვდა, ვისი იმედიც ქონდა რომ მოკვდა ეს კაცი. რაში ჭირდებოდათ მან მკვდარი ქრისტე ცოცხალი ვერ თავის თავს ვერ უშველა. მიხვდით რა ხდება. და მეორე აღდგომის დროს ნახეთ როგორ წერია, როდესაც მიდიან მოციქულები საფლავში შედიან. და მერე წერია რომ ფული გადაუხადეს ჯარისკაცებს და ეუბნებიან თქვით რომ ქრისტე აღდგომდა დღემდე ამას იძახიან. თუ ქრისტე მოიპარეს მოციქულები, რაში ჭირდებოდა მკვდარი ქრისტე? ცოცხალმა თუ ვერაფერ ვერ გაუკეთა, მკვდარი რაში ჭირდებოდა? მაგრამ საქმე ისე რომ ქრისტე მართლა გაცოცხლდა. და თუ მანამდე შეშინებულები იყვნენ მოციქულები, როდესაც ქრისტე გაცოცხლდა, გამოეცხადა, მათთან ერთად საჭმელი ჭამა, მის ნალურსმანებში თითები შეყო თომა, სხვებმაც იგი ეხებოდნენ. 40 დღე ეცხადებოდა, მათთან ერთად ზღვაზე გამოეცხადა, საჭმელი მოითხოვა. ანუ პირდაპირ უტკიცეს ხორციელად ადგა და მათთან ერთად 40 დღე არის ემაუსში მოგზაურა. იმდენად განმტკიცდა მათში ეს რწმენა. აი ეს დაშინებული მოციქულები, ერთი მუჭა მოციქულები, ერთი მუჭა იყო. უკვე ისეთი კადნიერები და ისეთი სულიერი ძალით აღიხსნენ, რომ ქრისტეს გულისთვის უკვე რო აწამებენ და ხერხავენ დემონებია, რომ თქვი რომ ქრისტე ღმერთი არ არის, ქრისტე არ აღდგა, ესე იძახენ, ამას ვერ ვიტყვი. ქრისტე მართლა ღმერთია და მართლა გაცოცხლდა და ერჩივნად მოეკლათ. ადუღებულ ზეთში ხარშავდნენ მოციქული, ჩასვავდნენ ზეთში, შეუთებდნენ ქვეშ ცეცხლს და ზეთს ადუღებდნენ და ცოცხლად ხარშავდნენ. ერთ რამეს ეუბნებოდნენ, თქვი რომ ქრისტე არ გაცოცხლებულა და ქრისტე ღმერთი არ არის. მოციქულები ძახდნენ, არა, ის ღმერთია. იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ქრისტეს აღდგომამ, რომ ეს დაშინებული ხალხი ესეთ ადამიანებს აქცია. იქამდეც კი მივიდა, რომ მარია მაგდალენელი იმპერატორთან შევიდა ტრაიანეს და ტრაიანეს უკადაგებდა, წარმოიდგინე იმპერატორს. ჩვენთან წინა ხელისუფლების დროს დაშინებული ხალხი გვაქვს, ხმას ვერ იღებდა. წარმოიდგინე, მთელი სახელმწიფო პოლიტიკის წინააღმდეგ ქადაგებდა. მიზეზი რა იყო ქრისტეს აღდგომა? და მეორეს ერთით სულ ყველაფერს თავი გავანებოთ. ეს რომ ტყუილი ყოფილიყო ქრისტიანობა ვერც გავსოლდებოდა. ერთი რაღაცა ჩვეულებრივი სექტა იქნება, რომელიც გაქრებოდა. თან ამდენი მტრები ყავდა დასაწყისიდან. ხო? სუდევნიდან ხოცავდნენ, კლავდნენ. და თვითონ მოციქულთა მასში აღდგომაშია, ესეთი მოციქულთა ცხოვრებაში ესეთი რამ აღდგომის დროს, როდესაც მიდიან პეტრე და იოანე ღვთისმეტყველი, ნახეთ რა წერია, რომ შევიდნენ საფლავში. საფლავი ცალიელია, ანგელოზის საფლავზე და ტილო არის დაკეცილი და დადებული გვერდზე. ანუ ის ტილო, რომელთაც ქრისტე იყო შეგრაგებული. ქრისტე რო მოეპარათ. და ადრე რა ხდებოდა იცით ეს რათიც შეგრაგნიდნენ ხოლმე. ამას ნელსაცხებლებში ჟღინთავდნენ და მიცვალებულს რო შეგრაგნიდნენ, ეს ისე შემოეჭდებოდა, რო შრებოდა სხეულს, რო ეწებებოდა პირდაპირ ეკვრება. და ამის მოცილება იყო ძალიან ძნელი. თუ მოიპარავდნენ ქრისტეს, ამიანად მოიპარავდნენ მოციქულები. ხო, ეხლა ხوار დაუწყებდნენ შემოხსნას რითიც შეხული და თან იმას ან იქვე დააგდებდნენ. ეს იყო დაკეცილი. ამაზეა ყურადღება გამახვილებული. მახარებელს რომ ქრისტე რაშიც იყო გახვეული სუდარა, იყო დაკეცილი და გვერდზე დადებული. ამიტომაც არის რო ეძახენ ეს სუდარა, ტურინის სუდარა რო ეძახენ. ის რომ მოეპარა დაკარგული იქნებოდა ყველაფერი, ხო? ანუ ქრისტე მართლა აღდგა. და მოციქულებს არაფერში არ დაჭირდებოდათ ქრისტეს მოპარვა. უბრალოდ ეხლა ეს ტურინის სუდარას რაც შეეხება, ტურინის სუდარას ეხა კათოლიკებს აქვს, მაგრამ არის წერილები, სადაც იძახენ ჯვაროსნებმა გაიტაცეს კონსტანტინოპოლიდან ჯვაროსნული ლაშქრობის დროს.
მართლმადიდებლურ სწავლებაში სხვა რაღაც სხვა ცნობები ტურნის უდარი შედასახა არ არის. ამიტომ რაღაც აი ესე რომ მოყავდეთ მართლმადიდებლებს როგორც სიწმინდე დაიკარგა ეს ჩანაწერები ეთქვა, მაგრამ რაღაცა ჩანაწერები არის რომ კონსტანტინოპოლის დარბევის დროს ჯვაროსნებმა გაიტაცეს. კონსტანტინოპოლი ხო გაძარცვეს თლიანად კათოლიკობა, ყველაფერი წაიღეს. თუ კი დღეს რამე კათოლიკურ ეკლესიას მოპარული კონსტანტინოპოლი. ერთ-ერთიც ეს არის. აი ეს ყველაფერი არის იმის ნიშანი, რომ ქრისტე მკვდარი იყო და გაწუწყდა. ეს არის ყველაზე დიდი გამარჯვება ქრისტიანებს და ამიტომ არის აღდგომა დღესასწაულთა დღესასწაული ჩვენთვის. ყველაზე დიდი დღესასწაული. შობაც დიდია, ხარებაც დიდია, ამაღლებაც დიდია, სულთმოფერის, მაგრამ აღდგომა არის ყველაზე დიდი დღესასწაული. რატომ? იმიტომ ქრისტემ აღდგომით ჯოჯოხეთის შემოსრა 64-ის ჯოჯოხეთის მჭენი დაარღვია, ეშმაკი შეკრა 1000 წლით. ესე წერია წმინდა წერილში. 1000 წლით შეკრა ნიშნავს პერიოდს ქრისტეს ჯვარცმიდან მეორედ მოსვლამდე. ანუ ის ძალაუფლება რაც ქონდა რომ ყველა მის ხელში და ყველა ჯოჯოხეთში მიყვდეს აღარ აქვს. თუ ადამიანი წესიერად იცხოვრებს, ჩვენ აღთქმაში რაც არ უნდა წესიერად ეცხოვრა, კაც 64-ში ვერ მოხდებოდა. თუ 64 დახშული იყო. გაიგო ჯოჯოხეთი ადამიანს მიეცა 64-ში მოხვედრის უფლება, ანუ ღმერთთან დადგომის საშუალება კაც გააჩნია როგორ მოიქცეო თვითონ. ღმერთმა დაგლოცოთ, ღმერთმა გაგურთხოთ, ღმერთმა ღვთისდიდობით გვაზეიმოს ეს დღესასწაული. ეს ახლა წუხრი იქნება 2 საათზე შემდეგ